ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობა მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. თბილისში ვართ, სასტუმრო პარაგრაფში. ცივი არაღის გამოფენა, აქ არიან ოსტატები, წარმოდგენილები. თავიანთი პროდუქცია, ვინც აკეთებს მაგი არაღს, ცივი არაღს. თუმცა ძველი დამბაჩებიც არის და ასე შემდეგ. საქართველოში ესეთი რამე ტარდება მეოთხედ. დაფუძნებაზეც ვიყავი. პირველიც ამა გადაღებული, მეორეც და მესამეც. ეხლა მეოთხეს ვიღებ. და რავი, თქვენ თუ ამ საქმეს უყურებთ და გიყვართ, ხო? ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწება, უფრო მეტი ხალხი ერთვება ამ საქმეში. ადრე თუ თავიანთ ავტოფარეხებში ისხენ და რაღაცას აკეთებდნენ, ეხლა უფრო ანუ ერთმანეთის გავიცანით. მე როგორც კონკურსანტი ეგრე ვარ, მე გაჩვენებ ჩემი იმას საქმე ხანჯალს გავაკეთე რამოდენიმე ხანჯალი და კიდე სხვა რაღაცებს. ასე რომ ჩვენ მე თვითონაც ვარ ძალიან მაგრა დაინტერესებული, რომ აი ეს ხალხი ვინც არიან, გქონდეთ რაც შეიძლება დიდი мотиваცია. ეხლა ოღონდ მონაწილეთა კატალოგის პრეზენტაცია, ანუ წინა კონკურსი რა ჩატარდეს, გამოფენაზე გამარჯვებულები იყო და ყველა ვინც იღებდა მონაწილეობას სურათები გადაიღეს და იმათი პროდუქცია გადაიღეს. ნუ პროდუქციას ვეძახი ხანჯლები დანე ვირას აკეთებს. მე ამას რომ მორჩები ლაპარაკს, დავივლი და დაგათვალიერებდი თვითონ რა არის გამოფენილი. ხო და გააკეთეს კატალოგი, რაც არის ძალიან მაგარი და ის არის კიდე მაგარი, რომ კატალოგს მიენიჭა იმის რა ქვია, წიგნის სტატუსი. და აი გაჩვენეთ მაინც აბატონო. შეიძლება წიგნი რომ ათხოვოთ ერთი კატალოგი, ვიღებთ რაღაცას, რომ უკაცრავად. მოიტაკა. აი ესეთი რაღაცაა კატალოგი და მოიტავა ესე. ოპა. გონი ჩვენი პროდუქციაც გამოჩნდა ამ კატალოგში. ანუ სურათებია. დავათვალიერო ერთი. ძალიან მაღალი ხარისხის ის არის. მაღალი ხარისხის ქაღალდია დაბეჭდილი. აი ეს არის ქართველების ის გაკეთე მოიტახლა. ერთ საათში არ იქნება რა? იმედი მაქვს. ხო, არ წაუნდირია. ბეშაგური გოდერძი. ამეგზე მაგოთი. ორისი. ხო და ამეგზი ამ შეზღუდვა არ აქვს ტერმინალზე. თქვენი მონამორჩილია, მეც ავარ აქ. ეს დატოვეთ აქ. აკეთებული ხანჯლები. თუ რომცა ჩაერთოს ეს ალბათ მერე გაიყიდება, ეხლა გადმოგცემენ მონაწილეებს საჩუქრად. ძალიან მიხარია ესეთი რაღაცა და დარჩება თაობას. ზაზა კოლელიშვილი მოსული ძალიან გამიხარდა მაკაცის ნახვა. მაგარი გამარჯობა ბატონი დავითიც მოვიდა. ჩემი ბატონო დავით. ეხლა დაგათვალე მაგ რა ხდება, ხო? პირველად ვარ ესე. პირველად. მოდი აქეთ. ხო და რა ვიცი რა, ყველანაირად დაინტერესებულია რომ გამოვიდეს ეს საქმე. ბატონო დავით, ხანჯლები და ხლები მოგწონს განები. კარგით, ეხლა დაგათვალიერებ და მე თვითონ პროცესი რო დაიწყება, თვითონ პრეზენტაცია მაგასაც გაჩვენებთ. Alô. Teia. Galerias
გირევაზე ჩართორი აქ ვერსად ვერ დააყენებ მანქანას. მე ფეხით გადავაგდით და ეს სუპერები ახალი ორი წლის წინ გავაკეთეთ მე და ჩემაც. არა ძველი მეთოდით. კი, ძველი ტექნოლოგიით, სტილისტიკის დაცვით. სადაურებო
ნიჩი. წარს გახდება. გიშნი რა. სამოცდარვა იტალიური მეზღვაური ოფიცრების არის. მიკროფონისკენ და ჩემი ფიგურისკენ აბუსერიძე მანუჩარ დიდი ქართველი ოსტატებით შთაგონებულმა მანუჩარმა დანების კეთება 2008 წელს დაიწყო. 2023 წლიდან საშუალო და პრემიუმ კლასის ფოლადებს თერმულად პირადად ამუშავებს და სამომავლოდ სწორედ ამ სახის მასალის გამოყენებას გეგმავს. 2024 წელს გახდა Knife Show თბილისის გამარჯვებული კატეგორიაში საუკეთესო სანადირო დანა. გარდა ამისა, გადმოგეცემათ თქვენ აგერ პარადაიზის, ჯინო პარადაიზის ორდღიანი საუნა და დასასვენებელი აბონემენტი და ჩვენ სპონსორის კიდე ოჯახური ღვინო ქართული ღვინო ლაელ მარანიდან. ლაელ. ხო. პრენის ნებართით მე გავაგრძელებ სასაცილო გამოვიდეს. მე და ბატონი შევთანხმდით რომ ჩვენ რიგრიგობი გამოვაცხადებ. რიგი ბატონო. და მე განსაკუთრებული პატივი მხდა წილად შემდეგი ოსტატის განცხადების ჩვენ ალფავიტის მიხედვით მიყვებით ოსტატებს როგორც არის კატალოგში და არის შემდეგი შესანიშნავი ოსტატი ლაშავალიანი. ავტორს გადმოგცემთ ბატონო ლაშა, თქვენი ნაშრომი ძალიან დიდი ამ წიგნში, როგორც ხო ოსტატი არა, როგორც ასევე თანაავტორი და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასოციაციის სახელით და ყველასთან. ადრე. გამარჯვებები. ავაკოვის ისაკ კარენი ამზადებს ტყავის და სხვა მასალის, ქსოვილების, ცეცხლსასროლი იარაღის სანადირო თოფების და დანების შალითებსა და ქარქაშებს. გთხოვთ? სასემონო. დიდი მიგო. ჩვეულებრივ ტრადიციულად ამირანაშვილი გიორგი იარაღისადმი გიორგის სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო. შემდეგ თქვენის ნებართვით მე გამოვაცხადებ თუმცა ბაბაიანი არტური. კი ბატონო. შემდეგი ოსტატი ბაბაიანი არტური. არტურმა დანების გამოჭედა 2000 წლიდან დაიწყო. ძირითადად პრაქტიკულ ფიქსირებულ დანებზე მუშაობს. და მათ ქარქაშებს და სალად ამზადებს. დანის მასალად იყენებს როგორც ხელით გამოჭედილ, ასევე თანამედროვე გზა ფოლადებს. სატარე მასალად კი მხოლოდ ბუნებრივ მასალას. ბაჩანაშვილი პაატა. სხვათა შორის ზალიკოს შვილი ვარ, თქვენ იცნობთ რა. ზალიკოს. ხო და ვიცხ ადრე ფრიცოდი. ვა, გაიხარე. ხატვა ერთად. შემდეგი ოსტატი ბექაური ბექა. ბექამის საქმიანობა 13 წლის ასაკში დაიწყო. ეს გამოგჭა ამის მერე ეს წაიკითხეთ. ეს წაიკითხეთ, ხო? მან 2024 წელს მიიღო სპეციალური პრიზი როგორც ყველაზე ახალგაზრდა ოსტატი. აბა. აი, არა უშ. ბაკურაძე ზაქარია.
ეთნოგრაფიული მუზეუმის სამჭედლო სკოლის ხელმძღვანელი და უძველესი ქართული მჭედლობის ოსტატი ზაქარია ბაკურაძე 2010 წლიდან აქტიურადაა ჩართული ცივი იარაღის წარმოების თეორიულ და პრაქტიკულ შესწავლაში თვითგანათლებასთან ერთად. ზაქარია დღემდე ეყრდნობა ფოლადსათო ხეზე მუშაობის გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტების კონსულტაციას. დიდი მადლობა. შემდეგი ოსტატი სამწუხაროდ ჩვენთან არ იმყოფება, ის საზღვარგარეთ არის, მაგრამ აუცილებლად გამოვაცადებთ. ეს არის ბუკია ლევანი, რომელიც ამ მიმართულებით 2003 წლიდან მუშაობს ამ სფეროს. თქვენ ხსნებათ, რომ მე აიგენა საქართველოში არ იმყოფება ლევანი, ის მეუბნებს გადავსებთ კატალოგს, რომელსაც გავუსწრებთ. გამყრენიძე ბადრი ცივი იარაღი ბადრის ბავშვობიდან უყვარდა პირველიდან 1980 წელს დაამზადა 2000 წლიდან კი ჰობი საქმიანობად აქცია და ბოლო 5 წელია მხოლოდ დანების დამზადებითაა დაკავებული. ხელნაკეთ დანებს ბადრი თავის პარტნიორთან ომარ ჯოხაძესთან ერთად ამზადებს ერთი ბრენდის გაჩი ნაჭედი დანების სახელით და თქვენი ტელეფონიც მაქვს. შემდეგი ოსტატი გეგეჭკორი გოგა. გოგა დაახლოებით 6 წელია, რაც ამზადებს დანებს ის ოფისი. იქნებია, თუმცა შეიყვარა ეს ჩვენი სფერო. და 2022 წელს გახდა ნაირშეულ თბილისის გამარჯვებული კატეგორიაში ჯგუფის შერეული დანის ავტორი. გოგოლაშვილი გიორგი, პროფესიით მხატვარი გიორგი გოგოლაშვილი ხელოვანთა ოჯახიდანაა. იგი 2014 წლიდან ამზადებს სხვადასხვა აქსესუარს და მუშაობს დანების მორგებაზეც. კასტომიზაციას 2022 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა საქართველოს დანების წარმოებათა და კოლექციონერთა ასოციაცია და არის გამგეობის წევრი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი გიორგის როლი ამ ასოციაციის დაარსებაში. გორგაძე ვახტანგი წინაპრების მეიარაღები იყვნენ და ალბათ სისხლმა იხებლა და ამ გენეტიკურ კოდში გამჯდარმა სფერომ თავი იჩინა და ის მიიყვანა სიონის სამჭედლოში ბატონ ახალთან და მას შემდეგ უკვე მოგვიანებით უკვე თავად დაარსა საგარეჯოში თავისი სამჭედლო და იქ უკვე როგორც თვითონ იწვის ხოლმე ახმაურებს ის. ორდანა. გორგიაშვილი გიგა და ვალერე ძმები გორგიაშვილები ცივი იარაღის სიყვარულმა 2001 წელს კახაბერ ზარნაძის სახელოსნოში მიიყვანა. კახაბერ ზარნაძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ძმები გაუძღვნენ სამჭედლოს. გიგა და ვალერე არიან საქართველოს მჭედელთა საზოგადოების დამფუძნებლები. ნახუნძრული უნდა გაგიშვათ. ლევანისასაც პარემ თქვენთან. კი გენაცვალე. აქ არის ხოსაწვევი, ჯინოსი, როტაციანი საქმე. წარმატებები და ბარაკა. იგმენაშვილი გიორგი 1995 წელს მეგობრებთან ერთად დაიწყო ცივი იარაღის დამზადება. რაც შეეხება შესანიშნავ მინიატურულ ეთნოგრაფიულ ფიგურებს, რომელიც შეიძლება იქნებოდა აი ცენტრში, ეს იდეა ბატონ ზურა კაჭახაძეს ეკუთვნის და მათ ერთად შტაბერის სული ამ იდეას და მათი მიზანია რომ გააცნონ მსოფლიოს ქართული არაერთი. თუ შეიძლება ტაში შევეულო. ტაში. ვეშაგური გოდერდი. ტაში
გოდერძი თვითნასწავლი მეიარაღია და დანებსა თუ ნაჯახებს მოყვარულის დონეზე ამზადებს სახლში. ამ საქმიანობამდე ნადირობის სიყვარულმა მიიყვანა. ვეშაგური გოდერძი. ბატონ გოდერძი სრულოდ საუბრობს. Tatushvili Borisma სამცხე ჯავახეთში ცხოვრებ უხუცეს ოსტატებთან ერთად ოსტატებისგან შეისწავლა ეს უკვე თითქმის დაუწყებელი პროფესია და ეხლა უკვე სხვა შემდეგ შანაობას და ახალ ოსტატებს გადასცემს. ის მუშაობს სხვადასხვა პოლონებზე, მათ შორის შესანიშნავ გულას, გამოსკოს და ეგირებულ პოლონებს ამზადებს და რა თქმა უნდა ასევე აღსანიშნავია, რომ ბატონ ბორისი არის საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის ფონდის წევრი. Dashi არ დაგავიწყდეს. თაღაიშვილი ზურაბი. ზურაბს მთული მექანიზმის დანები ბავშვობიდან მოსწონდა. ეს გადაცემა დიდობაში წარგანელებია, რაც 2022 წელს დამზადებულ ის პირველ დანაში გამოიხადა. ის თავად ქმნის როგორც დანის ვიზუალურ, ასევე მექანიკურ ელემენტებს და თითოეულ მაკეტობაში ტრადიციას და თანამედროვეობას აერთიანებს. მისი მადანა გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო დასაკეთსი დანა. არის საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის გამგეობის წევრი. Maglia. Შენი. ჩაწყობილია მეგონი. ეზუა დემური დანების კეთება ადრეული ასაკიდანვე დაიწყო. ჩემი პარტნიორი, ბიზნეს პარტნიორი და მეგობარი და ახალგაზრდა. და თითქმის 20 წელია ამ საქმიანობით არის დაკავებული და მან პარტნიორებთან ერთად შესანიშნავ პარტნიორებთან ერთად დააარსა Scansa, compagnia Siguri, რომელიც სიბოქს რო ახალებს იუგიდანები მოვიდოს ამბერს. აქ ორმაგიტაში რა თუ შეიძლება. ორმაგი. კერესენზე ნიკოლოზმა მეიარაღეობა 2003 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ერთ-ერთ ლაშქრობაში სანადირო დანა გაუტყდა და გადაწყვიტა ისეთი დანა და ხმალი გაეკეთებინა, რომელიც პატრონს არასოდეს უღალატებდა. ქართული საბრძოლო იარაღის სახეობების პოპულარიზაციამ გადააწყვეტინა დაემზადებინა ქართული ხანჯლები, ფარები და ხმლები მინიატურულ ანალოგებში. კვანჭახაძე ზურაბა საქმიანობა 1991 წელს დაიწყო, როგორც ხანჯლების ოსტატმა, თუმცა მე გადავიდა YouTube-ის სფეროში და წარმოადგენს ეს ყველაზე ამ სფეროში ყველაზე საინტერესო გადაცემას არც და ყველას ქრისტიანებს საინტერესო ინფორმაციას მაშინ ლაგიძე გოჩა. ამას მე განსაკუთრებული სიყვარულით ვამბობ, ამ სახელ და გვარს მიმაჩნია სოფლიოში თუ ვინმე გაიტანა ქართული იარაღის, ფოლადის სიკეთეები, ეს არის ბატონი გოჩა. ბატონი გოჩა მეიარაღეობის სკოლის პერიოდში დაინტერესდა, არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და საქართველოს ხალხური რეწვის ოსტატი. 1994 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიდერლანდების სამეფოში. არის ნიდერლანდების მხატვართა კავშირის წევრი და ოქრომჭედათა გილდიის ოსტატი. მონაწილეობდა ათეულობით ჩვენებასა და გამოფენაში, როგორც ნიდერლანდებში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. 15 ჯერ აქვს მოგებული გრან-პრი
საუკეთესო ნამუშევრებისათვის 2023 წელს გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო ტრადიციული სტილში შესრულებული ნაკეთობა, ხოლო 2024 წელს კატეგორიაში წლის ინოვაცია არის საქართველოს დანების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის გამგეობის წევრი. ვაცაბიძე გიორგი ცივიანისა და საჭურველი დამზადება და პრაქტიკაში გამოყენება 1994 წლიდან დაიწყო. გაიხარე. მიქენაია, თენგიზი და სანდრო. თენგიზმა 2018 წლიდან დაიწყო ლითონის მხატვრული დამუშავება და გრავირება. 2022 წელს შვილთან სანდრო მიქენაიასთან ერთად დააარსა სახელოსნო მიქე, რომელშიც მამა-შვილი მუშაობს მხატვრული და დეკორატიული საავტორო დანების შექმნაზე, ტიხრულ მინანქარსა და საოქრო მჭედლო ნაკეთობებზე. 2024 წელს თენგიზ მიქენაია გახდა Night Show თბილისის 2024-ის კატეგორიაში გამარჯვებული ხელოვნების ნიმუში. შემდეგი ოსტატი ასევე სამწუხაროდ ვერ მოახერხა, საყოველთაო იმყოფება, თუმცა აუცილებლად ვერ აღვნიშნოთ, ეს არის ბატონი მოსიძე ლევანი. ლევანმა ცივიანაზე მუშაობა 2020 წელს დაიწყო. ჟავანაძე გურამს ბავშვობიდან ჰქონდა შეიარაღების და მსგავსი საქმიანობებისადმი მიდრეკილება. დანების გარდა ამზადებს გამორჩეულად ლამაზ დამასკურ ფოლადს, ფერადი ლითონის ჩანართებით, არის საქართველოს მჭედელ მეიარაღეთა გილდიის ერთ-ერთი დაფუძნებელი. მურადიანი რომანი განათლების მოხალხეა და ფიქრობთ საერთოდ ძალიან აღოჩენს განსაკუთრებული განსხვავებული ხედვა აქვს ოსტატს და მის ამშენებლებს განსაკუთრებულად ამაზე გამოიყენება. ნადირაშვილი ლუკას ცივიარაღისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდან გაუჩნდა. ჰქონდეს გამორჩეული ვიზუალი და ამავდროულად იყოს ფუნქციური. ნადირაძე ლევანმა ასპეროში საქმიანობა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან დაიწყო. და ამაში დიდი წვლილი მის კლასერის პაპას, სალიკოს მიწვის. პეტროსიანი შალვა და ასპეტი. ძმები ასპეტ და შალვა პეტროსიანებს ადრეული ასაკიდან უყვარდათ ხატვა და ცივიარაღი. მათ ჰქონდათ პატივი ყოფილიყვნენ მიხეილ ცალქანოვანიძესა და ნაბი მაგომედოვის შეკრიბები. ნამუშევრებში ისინი იყენებდნენ შემდეგ ტექნიკებს: გრავირება, ფილიგრანი, ჭედურობა, სევა და მინანქარი და ზარნიში. როგორც ლითონში, ასევე ვერცხლსა და ძვალში. 2024 წელს გაიმარჯვეს კატეგორიაში საუკეთესო ხელოვნების ნიმუში. შემდეგი ოსტატი ობოსიანი არტური ძირითადად მოხალხეებით იყო დაკავებული. თუმცა იარაღის სიყვარულის გამო თანდათან თამები დაინტერესა. სტრელცოვი დმიტრი. სტრელცოვი დიმიტრი. არ არის ადგილზე, არ არის ადგილზე, მაგრამ მიულოცოთ და მე მის მეგობრებს გადავცემთ. ეს არის უნიკალური აქსესუარების ავტორი და მწარმოებელი, როგორიცაა ტაქტიკური და კლასიკური სტილის საწერი კალმები, დანის სამშვილდეები, სამაჯვრები და სხვა. და ორი ოსტატის განცხადება, ერთი ეს არის თომას ვასათიანი იოსები, რომელსაც ვერ შეძლო საკუთარი მოსვლა, თუმცა როგორც წესი ჩვენს გვერდიდან ხოლმე
ხშირად აღნიშნავს რომ როგორც კი უბრალოდ მოახსენებთ იმას რომ ამ შოუანი საგანი შედება აუცილებლად ერთ-ერთი მოწინავე არის ჩვენი მეგობარის ეჭა. შემდეგი ოსტატი ჩეკურიშვილი გიორგის ბავშვობიდან იტაცებდა ცივი იარაღი და მისი გამოჩენა. 2019 წლიდან დაიწყო მჭედლობის პროფესიულ დონეზე შესწავლა ცივი იარაღის დამზადება. თავად ჭედავს ქალის ფოლადს და მიიღოს საბოლოო ფორმა. უახლოეს მომავალში ქალაქ რუსთავში გეგმავს საკუთარი სამჭედლოს გახსნას. ტაშ. ტაში არ იცი კაცო. არ არის საკმარისი. აბა ხიზანიშვილი საბა ცივი იარაღის შემთხვევით დაინტერესდა. როდესაც YouTube-ზე ნაჯახზე გრავირების ვიდეო ნახა. ეს ვიდეო მისი შთაგონების წყარო გახდა. შემდეგი ოსტატი ყოველ შემოგვიერთდა დღეს არ დამინახავს, მაგრამ აუცილებლად ვიყავ. უციშვილი გელამ ხატრული იარაღზე მუშაობა 1998 წლიდან დაიწყო. მუშაობს საფრანგეთის პირობებში, კერძო შეერთებაში. ჯალაღანია თეიმურაზის იარაღისადმი სიყვარული 11 წლიდან დაიწყო. მუშაობს სახლის პირობებში, კერძო შეკვეთებზე. მისი ყველადანა ხელნაკეთია. მიმართავს შემდეგ ტექნიკებს: ლითონის ღრმა გრავირება, მოოქროვება, მონიკელება, ზარნიში, დუბლინო და ინკრუსტრირება. მის საკენაკეთობები მთელ მსოფლიოში ინახება ცნობილი პიროვნებების პირად კოლექციებში. გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო ფიქსირებული დანა. არის საქართველოს დარების მწარმოებელთა და კოლექციონერთა ასოციაციის წევრი. მადლობა თქვენ. ჯანმრთელობა ზვიადმა დანების და დანების აქსესუარის კეთება 2021 წელს დაიწყო. გამარჯობა. ჯორჯაძე გიორგი წლების განმავლობაში შეიმუშავა სამკაულის შექმნისა და სხვა მრავალი ნაკეთობების მოპირკეთების საკუთარი ტექნიკა, მაგრამ მალე გასართობი საყვარელ საქმიანობად იქცა აივანის სახელოსნოდ, ხოლო ჰობი ბიზნესად. ლევან ჯორჯაძე ლევან ჯოხაძე ომარი პოლიციის პოლკოვნიკია 31 წლიანი სტაჟით. დანების დამზადება 2020 წლიდან დაიწყო. დღეს მისი პატრიონი ალანტინიური ბრადერ გაფრელიძე ერთი ბრენდის ქვეშ ამზადებენ დანებს. მადლობა. ჯულაკიძე გიგამ 2020 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს ჭედელ მეიერთა გილდიის ცენტრთან. დიდი მადლობა თქვენ. აგვენახეთ? ეხლა 2-20 თვით ეს აში გახარე ზარბაც. ხო. მე ბედნიერება მქონდა ერთად მემუშავა კახაბერ ზარნაძესთან ერთად, როდესაც ის ხრიდოლის დამაარსებელი იყო, ერთ-ერთი დამაარსებელი და ჩვენ დოკუმენტური ფილმიც კი მიუძღვენთ მერე კახას ხსოვნას. მე მინდა კახაბერ ზარნაძე, მხატვარი, რესტავრატორი, ქართული ნაციონალური სპორტის და საბრძოლო სახეობების მკვლევარი და აღმდგენი. მესაჭურვე კახაბერ ზარნაძე მეხუთე თაობის ჭედელი მეიარაღი გახდა. საჭურვის ჭედვის ხელოვნება ბაბუისგან შალვა ზარნაძისგან შეისწავლა. 1999 წელს კახაბერ ზარნაძემ გამართა საიარაღო სამჭედლო ზანი და მივიწყებული ქართული საჭურველის ტექნოლოგიების თუ ტრადიციების აღდგენა შეუდგა.
კახა ბერძანაძე მოულოდნელად გარდაიცვალა 2007 წელს. და გადავცეთ ახლობლებს იარაღი. წიგნი. გიგოცა. მადლობა. ავთანდილ მელაძე. ავთანდილ მელაძეს უხელმა თავდადებამ და პროფესიონალიზმმა წარუშელი კვალიდატოვა სფეროს მომარულებს. ავთანდილმა 2017 წელს დააფუძნა სამჭედრო ავთანდილი, რომელშიც სხვადასხვა მასალის გამოყენებით ჭედავდა და ამზადებდა დანებს. მან ასევე დააფუძნა დანების მოყვარულთა პირველი Facebook ჯგუფი საქართველოში. ქართული ბასრის სილამაზის მოყვარულთა კლუბი, რომელიც დღემდე თავს უყრის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრებს. ავთანდილ მელაძე გარდაიცვალა 2023 წელს. მეუღლეა და მეუღლეს გადავცემთ მეუღლეს. ვაშკაც. გილოცა